იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53 სესიის ფარგლებში სამარყანდში ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი ბასიანის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას იუნესკოს ხელმძღვანელობა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ასევე მასპინძელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ. კონცერტის დაწყებამდე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაციას. იუნესკოს დელეგატებს ქართული ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციის გაცნობა საგაოფენო სივრცეში მოწყობილ ქართულ კუთხეში შეეძლოთ, რომელიც გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. გუშინვე მაკა ბოჭორიშვილმა სტუმრებს ქართულ საღამოზე უმასპინძლა. იუნესკოს რიგით 53 გენერალურ კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. დღეს ვიხილეთ კულმინაციური კონცერტი ანსამბლია ბასიანისგან, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა და იყო სრული ანშლაგი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები ასეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორც იუნესკო არის და როგორც გენერალური კონფერენცია და მე მოხარული ვარ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე ღირსეულად იყო წარმოდგენილი ასეთ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე. დღევანდელ დღეს ბედნიერები ვართ, რომ სამარყანდში გაიმართა ანსამბლ ბასიანის კონცერტი. დღეს ქართული კულტურა, ქართული ეთნოსი, ქართული კულტურის ყველა მიმართულება წარმოდგენილია არა მარტო უზბეკეთში, არამედ ჩვენი კოლეგების და ჩვენი სხვადასხვა პარტნიორების, სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულების. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უზბეკეთის მიმართ და ორმხრივ ურთიერთობების გასაძლიერებლად რა. როგორც აურხრივ ფორმაში, ასევე მრავალმხრივ ფორმაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მიზნები იმისათვის, რომ გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები.